ზაზა ბიბილაშვილია ჩვენთან ერთად ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა დილამშვიდობის მადლობა ჩვენთან ერთად. აი ფაქტია რომ აი ამ მომენტუმის გამოყენებას ცდილობს ხო რეჟიმი და ადამიანების აპატიურებას არა მარტო. ჩვენ ნახეთ რომ ფაქტიკულად შეკრების შესახებ შეკრების თავისუფლება გააუქმეს და პირდაპირ ამბობენ რომ ჯარიმებით ვერ გიშველეთ ხო სამოტივაციო ნაწილი ამ ბოლო ცვლილებების იყო ის რომ ჯარიმებით ვერ მოგერეთ ახლა დაგიჭერთ პირდაპირ ყობახიძემ პირდაპირ თქვა ეს ხო პარტიების აკრძალვა მეორე ნაწილი ასევე ძალიან ისეთი ცენტრალური ხო რომ მთლიანად გაწმინდონ პოლიტიკური ველი ამ ეტაპზე ვართ ახლა თქვენ როგორ აფასებთ აი ამ არსებულ ვითარებას და რაც თვლით რა შეუძლია ამ დინამიკის შეცვლა რეალურად ახლა დილამშვიდობის მიესალმები მაყურებელს მიესალმები პირველ რიგში პოლიტპატიმრებს, რომლებიც ციხეში არიან, 100-ზე მეტი პოლიტპატიმარია ივანიშვილის ციხეში, ალბათ 110-120 გახდა ამასობაში. სხვადასხვა ზურა ჯაფარიძეს ბოლოს შევხვდით, თქვა რომ ყოველთვის უყურებ დილის გადაცემას ფორმულასო და მას პერსონალურად არა მარტო სხვადასხვა და ყველას უსურვო არა მხოლოდ დროული გათავისუფლება, არამედ აი ამ რუსული ბოროტების დროული დასრულება. რაც შეეხება იმას თუ რა ხდება მოდი ასე ვთქვათ რა პირველ რიგში მახსენდება ის ხალხი რო ღლიცინებდნენ რო ქილიკობდნენ აბა რა ხდება ვარ ჩერაბინსკში და კი ვართ ანუ ეს არის ანუ არანაირი უფლებები არავის აღარ აქვს აღარანაირი ინსტიტუტი არ არსებობს სასამართლო ფორმალობა დუქანია შენობა რომელსაც სასამართლოა წერია პოლიცია ემსახურება ერთი ოჯახის და უცხო ქვეყნის ამ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის სიმშვიდეს და შეკრების თავისუფლება აღარ არსებობს კანონით ზღუდავენ ყველაფერს რაც მათ არ მოსწონთ ეს არ არის სიტუაცია რომ კანონ რო იზახიან ხოლმე ხანდახან ხო რომ კანონის ფარგლებში კანონი არის რაც მათ მოუნდებათ რა ვიცი რაღაცა მოეწონებათ ან რაღაცა შეცვლიან და მეორე დღეს კანონია თან ყველა კანონი ბოლო ხანებში თუ გაიხსენებ ყველა კანონი პრაქტიკულად დაჩქარებული წესით მიიღება და პრაქტიკულად ეგრევე ხდება მისი ხელმოწერა. ახლა ეს შეკრების თავისუფლების გაუქმების კანონი პრაქტიკულად გუშინ მიიღეს მესამე მოსმენით, გუშინ მოაწერინეს ხელი ყაველაშვილს და გუშინვე დადეს მაცნეზე, რაც ნიშნავს, რომ დღეს ანუ წუხელ 12 საათიდან უკვე ძალაშია. რა ვიცი, ვართ ჩელიაბინსკში, ამის წინააღმდეგ ბრძოლა არის, ისეთივე ბრძოლა, როგორც ყოველთვის ვიბრძოდით რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ეს არ არის რაღაც ადგილობრივი ბოროტება, ეს არის რუსული ბოროტება, რომელსაც ისევე უნდა დაუპირისპირდეთ, როგორც შეგვიძლია ჩვენ მეგობრებთან ერთად, უცხოელ მეგობრებთან ერთად, ვინაიდან ხო, მთელი სამყარო ამ შემთხვევაში ებრძვის იმასაც პუტინი აკეთებს უკრაინაში და მის სამეზობლოში და ცხადია მათი დახმარებით, მაგრამ ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ძალებით. ახალს ჩვენ ვერაფერს ვერ მოვიფიქრებთ, რაც კაცობრიობას აქამდე არ გამოუცდია, მაგრამ გამოსავალი არის არაღიარება, ამ რეალობის არ მიღება, შეუგუებლობა და წინააღმდეგობის გაგრძელება. 4 ოქტომბრის ნაწილზე უნდა ვისაუბროთ, ახლა გუშინ ნიკა გვარამიამ წერილი გამოქვეყნენ, უდავამსგავსებთო ზაზუნას დღესო ამ ნაწილსო. შეიძლება ნიკაც გვიყურებს ხოლმე და ყოველდღიურად 4 ოქტომბერზე ლაპარაკობთ, აქედან გამომდინარე მოუნდა ამის მოწერა, მაგრამ ხო, ზოგადად 4 ოქტომბერი რჩება, გავიდა უკვე კვირა, მაგრამ რჩება მაინც ჩვენი პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად, იმიტომ რომ ეს ამბავი მოითხოვს რაღაცნაირად შეფასებას და მათ შორის გაკვეთილების სწავლასაც აქედან გამომდინარე, შეიძლება ზოგ ბევრს არასწორად აქვს ჩათვლილი რომ აქედან რაღაც პოლიტიკურ კაპიტალს დააგროვებს, მაგრამ ეს ერთი ნაწილი აქეთ იყოს, მაგრამ მეორეა რომ აქედან ბუნებრივად რაღაც დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ზაზა, რა არის თქვენი დასკვნა აი ამ მთელი ამიდან რაც 4 ოქტომბერს წინ უძღოდა და 4 ოქტომბრის თავი გაკვეთილი მათ შორის, ხო? ხო, მოდი ასე თქვა, დასკვნების გამოტანა და გაკვეთილების სწავლა, საკუთარ შეცდომებზე სწავლა არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ჩემი მოგზაურებული აზრით ეს შემთხვევა არ არის, რომ ამ ფორმატში უნდა ვსწავლობდეთ და ვსაუბრობდეთ ამ შეცდომებზე. მე ეჭვი მაქვს, რომ ადამიანების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, როგორც პოლიტიკური ელიტის ნაწილში, ასევე უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანების ნაწილში, ეს გაკვეთილები თავისთვის გამოიტანა. ამაზე ფიქრი, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს. ეჭვი მაქვს, არა ვიცი რომ ეს ასეა. შესაბამისად ახლა ნუ გავახარებთ იმ ხალხს, ვინც არ არის ამ მიმართულებით ჩვენი არც მოკავშირე და არც კეთილმოსურნე და ამ ფორმატში ამაზე ნუ ვისაუბრებთ. ცხადია, ვიმეორებ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ რაღაცები უნდა ვისაუბროთ ჩვენი მტრისგანაც, ხო? ანუ რომელიც არის ძალიან ცივსისხლიანი, არის ძალიან გეგმაზომიერი, არის ძალიან მომთმენი და შესაბამისად არასდროს არ თამაშობს ისე რომ გქონდეს მხოლოდ ერთი გეგმა
ან თუნდაც ორი გეგმა, ხო? ჩვენთვის ვიმეორებ, ხა მათთვის ეს არის რაღაცნაირი გეოპოლიტიკური თამაში. რუსებისთვის არის გეოპოლიტიკური თამაში, გეოპოლიტიკური ომის ნაწილი. მათ უნდათ რომ საქართველო აკონტროლონ და აკონტროლებენ. და ჩვენთვის ეს არის სიცოცხლე, ანუ ეგზისტენციური ბრძოლაა, ხო? ჩვენი ოჯახები, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობა არის ის, რისთვისაც ვიბრძვით. ანუ განსხვავებული რაღაცეებია, ხო? მათთვის ვიმეორებ არის რაღაცა, ანუ გარე ბოროტება, რომელსაც ისინი სხვა ქვეყანას უკეთებენ და ჩვენთვის ეს არის ის, რის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. აქედან გამომდინარე, ცხადია ეს გაკვეთილები უნდა გამოვიტანოთ, მაგრამ ვიმეორებ, მე ეს სისტემა, რომლის საჯაროდ განხილვასაც მე პირადად არ ვისურვებდი, იმის გამო რომ ამას ბევრი უყურებს და ზოგი, როგორ აი მტრის ენაზე რო თქვა, ზლარაცტვა, ხო, ეს ზოგი ესე ბოროტი სიხარულით ეგებება ამას და ზოგი კიდე უბრალოდ ჩასაფრებული არის და ნახულობს აბა რა ისწავლეს. თუმცა ეს მაინც არის ჩვენი დისკუსიის ნაწილი, რა გაგებით, ხო, როგორ უნდა შეიცვალოს დინამიკა, რომელიც აი 4 ოქტომბრის მერე შეიქმნა და ეს არის არ არის მარტივი დინამიკა, მათ შორის ალბათ ის უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში ნარატივის კონტროლის, მცირედი კონტროლის საშუალება მიეცა რეჟიმს, რამაც მათ აი ერთი შეხედვით ხელფეხი გაუხსნა მეტი რეპრესიებისაკენ და ნუ აი ოპოზიციის სრულად გაუქმებისაკენ მათ შორის. აი რა უნდა იყოს აი მომავალი კვირებისა და თვეების ამოცანები ოპოზიციისათვის. ხო, ეს ანუ ეს ის სფეროა, სადაც თანხმდებით ჩვენ, რომ ნარატივის კონტროლი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში პრობლემა და ეხლა კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, ვინაიდან რაღაც ტრიგერი მიეცა ხელისუფლებას, რეჟიმს, მაგრამ ეხლა ამის შეცვლა არ ვიცი რამდენად არის შესაძლებელი უახლოეს რამდენიმე კვირაში. მე მგონი ერთხელ თქვენთანაც ვისაუბრე ამაზე. ერთმა ძალიან პატივსაცემმა გენერალმა ერთხელ ასეთი რამ თქვა თავის ვიწრო წესში და თავის გამოსვლაში, ჩემი ჯარისკაცის მოვალეობა არ არის რომ ყოველთვის იყოს და ისროდეს. ხანდახან მისი მოვალეობა არის რომ გადარჩეს. ჩაწვეს სანგარში, დაელოდოს სანამ მოწინააღმდეგეს გამოელევა ამუნიცია, დაელოდოს ხელსაყრელ დროს და შემდეგ იბრძოლოს იმისთვის, ვისაც იბრძვის, ხო? ცოტა არ იყოს და მსგავს ვითარებაში ვარ ჩვენ, შეიძლება ახლა ბევრს არ მოეწონოს, ბევრი ახალი პარტიის შექმნაზე ფიქრობს, ან ახალი მოძრაობა, ყველას კარგს უსურვებ, ვინც ამ რუსული ბოროტების წინააღმდეგ იბრძვის, რა თქმა უნდა, ყველას წარმატებას უსურვებ. თუმცა ვიმეორებ, ჩემი აზრით, ახლა ის დრო არის, როდესაც აი ეს ეროვნული ძალები, აქტიური ძალები ზოგი ფიზიკურად, ზოგი თავისუფლების თვალსაზრისით უნდა გადარჩენ, რომ როდესაც ვითარება შეიძლება და ძალიან მალე შეიძლება ეს ვითარება, ჩვენ ვიყოთ მზადსვლებისთვის. საუბარია იმაზე, თუნდაც აი რა ხდება, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენ სამწუხაროდ ამ მომენტში არ გვაქვს საკმარისი რესურსი, სხვადასხვა ტიპის რესურსზე გვაქვს საუბარი, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე რაღაც ფუნდამენტური გარდატეხა მოხდეს. ვიმეორებ, უახლოეს რაღაც კვირებზეა საუბარი. მაგრამ თუ შეიცვალა საერთაშორისო კონიუნქტურა, იგივე უკრაინაში, რუსეთში, ტრამპის და პუტინის შეხვედრის გათვალისწინებით, რომელიც დაანონსდა ეხლა, მაგრამ მე მაინც ამ შემთხვევაში იმედიანად ვარ, ვინაიდან სხვა დინამიკაა და სხვა ფონია, ვიდრე აქამდე იყო. ეს მოგჩნევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ზუსტად ანალოგიური იყო 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც კი ბატონო არსებობდა ეროვნული მოძრაობა მთელ ქვეყანას უნდა და ქართულ ხალხს უნდა და დამოუკიდებლობა, მაგრამ ის რა ჩვენ გვინდოდა შესაძლებელი გახდა მაშინ, როდესაც ჩვენი მტერი ოკუპანტი რუსეთი დასუსტდა და იძულებული გახდა, რომ თავისი აქტივები, მათ შორის ადამიანური აქტივები ან გაეწოვა, ან მიეძინებინა. რაც მე კი აგვიფეთქდა 90-იანებში, მაგრამ ნუ ეხაც დაახლოებით მსგავსი ვითარება გვაქვს, ეხლა ისინი აქტიურ შეტევაზე არიან. და შესაბამისად ძალიან რთულია რესურსების გარეშე, როდესაც ოპოზიცია ციხეშია, თავისუფალი მედია სულს ღაფავს, არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად განადგურებულია, რასაც ქვია და აქტივისტებს ყოველდღიურად იჭერენ, ხო? ნუ აი ეს ვითარება გვაქვს და სად ვართ თუ არა ჩელიაბინსკში, კი ბატონო, ვარ ჩელიაბინსკში და იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც ამაზე ღლიცინებდა და ამაზე ვითომ ქილიკობდა იმათ მიმართ, ვინც იბრძოდნენ, იმათ წინააღმდეგ, ვინც ამ სისტემას ებრძოდა. შესაბამისად, არ ვიცი, ახლა ხანდახან მგონია ხოლმე, ახლა ვზივართ აქ და ვლაპარაკობთ, მაგრამ მე ჩემ თავს ვეკითხები, აი რა აზრი აქვს ამ ლაპარაკს, იმ თვალსაზრისით, რომ თითქოს ძალიან აშკარას თავისთავად ცხადს ვახსენებთ ხოლმე, ხო? აი მე და შენ დავსხედით, ვისაუბრეთ და ვიღაც გვიყურებს და ფიქრობს, რომ კაი, აი გასაგებია ყველაფერი და მე ამ კითხვაზე სამწუხაროდ პასუხი არ გვაქვს და ეს საყვედურია თუ რაც არის რა, ანუ ყველას გვეკუთვნის, მაგრამ ესეა როგორც არის.
ხო, ყოველდღიურად არ არის მარტივი ხშირად ამ თემებზე საუბარი, იმიტომ რომ ხშირად ერთი და იგივე კეპნით და ეს სირთულე ნამდვილად დგას, ხო? გამოუვალობის შეგრძნება მათ შორის ამ სიტუაციიდან და მათ შორის ის რომ აი ამ რეჟიმმა მოახერხა რომ ძალიან ბევრი ადამიანი პოლიტიკოსები, არაპოლიტიკოსები გაცვით იმ გაგებით რომ თითქოს ერთი შეხედვით აი ვისი აზრია საინტერესო, ვისაც შეიძლება გავყვეს საზოგადოება, რთული მოსაძებნი არის ამ გაგებით. ეს არის მთავარი კითხვა მათ შორის. რას უნდა ველოდოთ ამ პოლიტიკური საზოგადოებრივი აქტიური კლასის რაღაცა განახლებას თუ ახალი იდეებს ამ ხალხისგან? აი წინა ბლოკში ამ თემაზე საუბრობთ, იმიტომ რომ ფაქტია რომ ახალი დინამიკა არის საჭირო ყველა შემთხვევაში. რაღაც ახალი შემართებაა საჭირო, იმედის გაჩენა არის ადამიანებში, ნდობის გაჩენა არის საჭირო, ხო? შეგვიძლია ფართოდ რომ ამიყოთ ყველა ჩვენგანს არსებულს, ვინც ახლა ვართ აქტიურები, ეს ყველაფერი შემოვიტანოთ თუ რაღაცა, ხა, ბაზარეთის ტბის ძირას ვყოფ მას ველოდებით ნამდვილად, ხო, ნამდვილად. არა, ხო. ხმას, რომელიც სხვა შორის ეგ არის ჩვენი მთავარი მინუსი, ალბათ ერთ-ერთი მთავარი მინუსი, რომ ყოველწველით მესიას, ყოველწველით ვიღაცას, ვინც მოვა, იქნება ქველი, რაინდული, მცოდნე, ასეთი ისეთი და ჩვენ საქმესაც გააკეთებთ, კი ბატონო, ხო? და ასეც მოხდა ახლა, ხო? გამსახურდია მაიღო 87%, მერე შევარნაძე 95, ნუ ის როგორი არჩევნები იყო, ცალკე საკითხია, მაგრამ აიღო, მერე მიშა მაიღო, მგონი 96 და ასე შემდეგ, ნუ ივანიშვილმაც ლენდსლაიდით მოიგო 2012 და შემდეგ უკვე აი ახლა უკვე დაეწია ხო 2025-ის ეგრეთ წოდებულ არჩევნებში უკვე პრაქტიკულად დაეწია ემაჩვენებელს. ხო ანუ ჩვენთან აი ამ მოუდიდან უნდა გამოვიდეთ და გამოსულები ვართ ამ ბოლო 2-3 წლის პროცესების ალბათ თავარი დამსახურება ის არის რომ ძალიან ბევრი ჰორიზონტალური ლიდერი ჯგუფი წამოვიდა წინა პლანზე რომელიც არავის არ სცემს პატივს, კაი გაგებით ხო იძახიან არავის არ ელოდება არავის არ აღიარებს ავტორიტეტად, არამედ იძახის რომ ჩვენ რაღაცას გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. Ცხადია, მეტი კოორდინაცია არის საჭირო, ეს ერთიანობა უკვე სამწუხაროდ ეს სიტყვაც გაცვით ეს, მაგრამ ხო, ერთიანობა რაღაც იდეის გარშემო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსული რეჟიმი არ არის წარმატებული ამ ქვეყანაში, ანუ ბოლომდე კონსოლიდაციას ვერ ახერხებენ, ვინაიდან ბოლომდე კონსოლიდაცია ერთი პარტია რო იყოს, ხო, როგორც ადრეც იყო და წააცლიდი იმ პარტიას პოლიტიკური თვალსაზრისით თავს და იქნებოდა პრაქტიკულად დეპარალიზებული ყველა პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ასე არ არის, ვინაიდან ასეთი ძალიან ბევრი ჯგუფია და ყველა წინაპირობა არსებობს, რომ ამის შემდეგ ანუ ეს პროცესი რო არ შეიცვლება და არ შეჩერდება, ეს ცხადია. ხა ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის რაც გუშინ დაანონსდა ეს ეგრეთ წოდებული განათლების ხო ამაზე მინდოდა გვესაუბრა კი ხო ბევრი რამ თქვეს და ბევრი რამ არ თქვეს და მთავარი გონი რაც არ თქვეს და რაზეც არსებობს უკვე რაც ჭორებს უწოდებენ მაგრამ ხშირად მართლდება ხოლმე ეს ხო არის ის რომ მათ საერთოდ უნდათ ერთიანი ეროვნული გამოცდების მოსპობა და ამ პროცესის ჩატანა კლავს სკოლებსა და უნივერსიტეტებში რაც ერთი შეხედვით რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების ეს მოდელი ბევრ ქვეყანაში არ არის, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ეს ნიშნავს პირდაპირ კორუფციის დაბრუნებას. ყველაფერი კორუფციაშია ჩაფლული და ეს ნიშნავს, რომ აი ამასაც საბოლოოდ კორუფციაში ჩაფლავენ. თავის დიდ ანატროცნებას. ირაკლი, სრული პატივისცემით, ეხლა როგორ გამოგვივიდა ეს ხანდახანიციან ხოლმე ჩვენმა მეგობრებმა თანამოაზრეებმა, რომ ეს თუ გააკეთეს, იმასაც ხო გააკეთებენ. ანუ გუშინ რას თქვა, აბსოლუტურად საკმარისი იყო. საკმარისი იყო, რომ შევაფასოთ რამხელა ბოროტებასთან გვაქვს საქმე. ანუ ერთიანი ეროვნული გამოცდებით თუ გააუქმეს, რა თქმა უნდა, კიდევ უარესი იქნება. მაგრამ ნუ აქ იმ შრეზე ვარ, სადაც უარესის და იმაზე უარესის გარჩევა უკვე ძალიან რთულია. გუშინ ახლა ცხადია ამას განათლების რეფორმასთან საერთო არაფერი არ ქონდა და ანონსდა ის, რომ განათლება იქნება სრული 100%-იანი ტოტალიტარული პოლიტიკური კონტროლის ქვეშ. იქ მოხდება წმენდა, როგორც პერსონალიების დონეზე, ასევე ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაცია, ზოგ უნივერსიტეტს დახურავენ, ზოგს მიითვისებენ, დაეპატრონებიან hostile takeover-ის თვალსაზრისით, ხო? და რაც დარჩება, იქნება ეს ხელისამწევი პროფესურა. ეს დაანონსდა. ამის სანაცვლოდ ახლა რას გადაუხდიან, ეს სრულად უინტერესოა, ვინაიდან აქ არ არის აქ იმაზე არ არის საუბარი, რომ ვიღაც პროფესორზე ან მცოდნე ადამიანზე ზრუნავ პირიქით მცოდნე ადამიანებს გაყრიან ესენი, მოაზროვნეებს გაყრიან, მოაზროვნეები რომ უნდათ ყაველაშვილი ეყოლებოდა პრეზიდენტად, განათლებას რომ ღირებულებად თვლიდან კალაძე იქნებოდა მათი უცვლელი სახე აგერ 13 წლის განმავლობაში. შესაბამისად განათლება აქ არ არის ფაქტორი, აქ არის ზუსტად ის, რომ ერი უნდა დაიმონოს რუსეთმა და ამ
სიამოვნებისთვის სჭირდებათ მართლა ლუმპენ პროლეტარიატი, ეგრეთ წოდებული, რომელიც, რა ვიცი, შეხედავს ტევე ნაძეჟდას და ყველაფერს დაიჯერებს, რაც იქიდან მოედინება. და ამ ხრივ გამოაცხადეს პირდაპირ რა. ეხლა რაღაცები იყო გაუგებარი კიდე რომ ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი ეს საერთოდ რას ნიშნავს ვერ მივხვდი, მაგრამ ნუ კაი. ეს ინტერპრეტაციისთვის დავტოვოთ კიდე, მაგრამ პირდაპირ თქვენს რომ გაგყრით ვინც ჩვენ წინააღმდეგ ხართ და 10000 ლარს დაგინიშნავთ ვინც დარჩებით და ჩვენ მხარეს იქნებით. აი ეს კონცეფცია შესთავაზეს პირდაპირ ამას. ეხლა ბევრი მიიჩნევს რომ აი იქნება ეს გახდესო სტუდენტების გამოცოცხლების საფუძველიო და ასე ფიქრობთ რომ ასე რაღაცებს უნდა ვეძიოთ იმედი? ხო, საფუძველი და ტრიგერი იმდენი არის ბოლო წლების განმავლობაში, რომ არ ამგონია ეს კონკრეტული შემთხვევა იყოს ის, რაც აღაშფოთებს იმ ადამიანს, რომელიც აქამდე არ აღშფოთდა. თუმცა არიც არაცოდეს არ ვიცით რა ტრიგერებს და რა განაწყობს პროტესტისთვის ამა თუ იმ ადამიანს. თუ მოხდება ასე, ხომ კარგი, თუმცა ვიმეორებ, არ ამგონია ეს ის სფერო იყოს, რომელმაც გამოიწვიოს ფართო უკმაყოფილება. სტუდენტების დონეზე ვიძახე, ეს ის მიმართულება არის, რომელიც ალბათ მეტ უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ ასევე ერთგვარ უიმედობას. ხა ამ ვითარებაში ეს კიდევ ერთი წახალისება იქნება იმ მიმართულების, რომ ვისაც არ გინდა წადით. რაც პირდაპირ ტექსტი თქვა ივანიშვილმა რამდენიმე წლის წინ მე გაიმეორა მისმა მთავარმა იდეოლოგმა შათირიშვილმა და ეხლა არის ამის წახალისება, რომ ამას ვაპირებთ და თუ ვინმეს გინდა წასვლა, წადით ბატონებო, ხო, იმიტომ რომ მე-12 კლასსაც აუქმებენ, რაც ნიშნავს, რომ სკოლა დამთავრებულები შემდგომ ვეღარ შეძლებენ ბაკალავრიატში წასვლას უცხოეთში. ანუ აქ ყველა არა მხოლოდ ფინანსური დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებს, არამედ ყველა შინაპატიმრობას უჟიან, ქვეყნიდან ვერ გავიდნენ, ვინც გაასწრებს გადით და ვინც არა იყავით აქ და უყურეთ ვიმეორებ ტევე ნაძეჟდას. ეს არის მათი მიზანი. ხო, ეს ხო შორის არნიშნულობრივია, პირდაპირ თქვენს, ხა თუ უცხოეთში სწავლა მოგინდება, სხვაგან დავთვალოთ მე-12 კლასზე, მაგრამ იქ გააგრძელეთ, ხო, ძალიან ადვილია შეუძლებელს ხდება უცხოეთში სწავლას. ბაკალავრიატში სწავლას და პირდაპირ თქვენ ჩვენ რასარგებელი გვაქვს აქედან ისინი მიდიან და მე იქ რჩებიან, იქ იმიტომ რჩება ეს ხალხი, რომ აქ ჭაობი შექმნილი, თორე რამდენი მთელი წლები იყო, როცა უცხოეთში წასულები, სასწავლებლად უკან ბრუნდებოდნენ და ამ ქვეყანაში საქმდებოდნენ, ხო? ბევრად უფრო ნაკლებ ხელფასზე ვიდრე შეიძლება უცხოეთში ეშოვათ, მაგრამ აქ мотиваცია ჰქონდათ, რომ საკუთარ სამშობლოში იმედი იყო, ანუ რო გავიხსენოთ უბრალოდ, ხო ძალიან ბევრ ჩვენგანს ახსოვს კი ცდილობენ ისტორიის გადაწერას, მაგრამ იყო იმედი, იყო ოპტიმიზმი, იყო იმის რწმენა, რომ აი ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ყველა ჩვენ გვიყურებს, სამაგალითო ქვეყანა ვართ, ჩვენ რეფორმებს იღებენ, ინვესტიციები შემოდის სოფლიოს ყველა კუთხიდან და არა მაინდა-მაინც ერთი და ორი, არც თუ ისე სასურველი ქვეყნიდან ამ თვალსაზრისით და შესაბამისად იყო იმის მოლოდინი, რომ აქ თუ ჩამოხვალ რაღაცა მოხდება, კარგად იქნები, ხო? და დღეს ეს არათუ ეს მოლოდინი არ არსებობს, დღეს არის თავლაბდასხმულობის განცდა ყველა მიმართულებით. აი ხა როგორ არ გავიხსენო, მაგრამ სპორტსმენებიც რო საუბრობდნენ იმაზე, რომ თავაზობენ პირდაპირ ამას, რომ აი ეს არის საქართველო. აი ეს არის მთავარი. ყობახიძემ ხო თქვა, რომ ერთადერთი სადაც საქართველოს დროშა აიწევა, ეს არის სპორტული ღონისძიებები. სხვაგან არც კი იოცნებოც. განსხვავებით იმ პერიოდისგან, როცა მიშა სააკაშვილი ყველა ქართველს ეუბნებოდა, რომ შენ მიუხედავად სად ხარ დაბადებული, რომელ სოფელში ხარ დაბადებული, შენ ხარ იმაზე უკეთესი შეიძლება ვიდრე არის დაბადებული რომელიმე დიდი დინარის პირას და გქონდეს ამის ამბიცია. ეს ამბიცია უნდათ რომ გააქრონ ახლა. კი და არა მხოლოდ ეს, არამედ აი სპორტსმენებზე რო ვამბობდეთ და ბევრმა აღნიშნა, თვითონვე აღნიშნეს პირველ რიგში, რომ გუნდში არ არის განწყობა, არ გვაქვს რაღაცნაირი ქიმია, არც მაყურებელთან გვაქვს ქიმია. ძალიან ბუნებრივია ეს. ძალიან ბუნებრივია, რომ მაყურებელთან, კომაგებთან არ გაქვს ეს ქიმია. როდესაც კომაგი მოვა გულშემატკივრებს, ემოციურად მთლიანად ჩართული იქნება ამა თუ იმ ღონისძიებაში და შენ მერე წახვალ და ყობახიძესთან გადაიღებ ფოტოს. ძალიან ბუნებრივია, რომ ის მერე მეორედ ან აღარ გიგულშემატკივრებს, ან აღარ მოვა, ან იფიქრებს, რომ არ ყოფილა ეს კაი კაცია, ხო? მილიონს ვანაცვალაო, ხო? რამე ფეხბურთელებმა რაღაც 30 მილიონი აიღეს, კალათბურთელებმა კიდე რაღაცა აიღეს და ეს არის ძალიან ვერაგი ტაქტიკა, რუსული ტაქტიკაა, ხო? აი მაგალითად თოფურია, რომელიც მთელ საქართველოს ევასებოდა მინიმუმ ნახევარ საქართველოს აღარ ევასება გუშინდლის მერე. თუ გუშინწინდლის მერე. რატო? იმიტომ რომ ეს შეგნებულად გააფუჭეს, ანუ მისთვის იყო ვითომ მიიწვიეს, სადღაც ფოტო გადააღებს და ერთი ფოტოთი დაუნგრიეს კაც რეპუტაცია.
ერთი ფოტოთი შეაძულეს ნახევარ საქართველოს, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ, რა ვიცი, წარმოიდგინე ხარ, რომ ისრაელის მოქალაქე ხარ და მიდიხარ და ჰამასის ლიდერთან იღებ ფოტოს. აი ხო წარმოუდგენელია ეგეთი რაღაც. აი ეგ გააკეთებინეს. არა, ეს სპორტსმენების ნაწილის განსაკუთრებით აღსანიშნავებთ, რომ ციხეში ზის ხალხი ადამიანების ხედან, რომლებიც აი როგორ გულშემატკივრული ნახულობთ ახლა ამ ფოტოებს, ხო, ჩვენ გულს თურმე და ერთი სიტყვა არ გაიმეტა ამ ხალხმა მათ ხარდასაჭერად. პატარა ბიჭების 20 წლის ბიჭების ხარდასაჭერად, რომ თან რო იცია რომ ეს ბიჭები დაიჭირეს ტყუილად, აწამეს, ცემეს, მერე გაასამართლეს, წლები მიუსაჯეს ციხეში და ამ ხელა ფეხბურთელი ხარ, ხო? ფულიც გაქვს, ყველაფერიც გაქვს და ხმა ვერ ამოიღე. რომ შენი გულშემატკივრის სტადიონზე მოდი ფოტოებს რო დებდა, რომ შენ თუ წააგებ მაშინაც გულშემატკივრებ ამას აწერდა და აი ესე აი ამოიკერე პირი და მე ამათთან ერთად იღებ ფოტოებს და გინდა რომ რა მე სახელი ქონდეს? აი ეს რა სპორტსმენობა არის საერთოდ? ხო რა, თან ეგეთ ნიჭერებიც არ არის, არც ერთი არ არის ეგეთი ნიჭერი, რომ არც ერთი არ არის მარადონა, რომ თავისი პოლიტიკური შეხედულებები მაგით გადაფაროს. ეს მაინც საშუალო გაგების ფეხბურთელები არიან და შედან რა თავს ლაპ დასხმულების შედან სინამდვილეში. აი გარი მაგათი პრობლემა, ეხლა მე არ ვიცი ფეხბურთს სამარს როგორ ზემოქმედებს, მე არ ვიცი რომ მაგ საკითხს თვითონ თქვენს რომ ზემოქმედებსო და ხო. რა ფაქტია რომ ეგ პრობლემა არის. კიდევ ერთ ნაწილზე მინდა და ეს უფრო სხვა შორის უფრო ცენტრალური ნარატივის ნაწილიც არის ეს დისკუსია. კობახიძემ თქვა რომ აი ბერლინის ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი მუჰამედი იყო შარშანო და ეს დიდი პრობლემა არის ევროპისთვის. ეხლა გერმანიის დიუსელდორფში განათლება მიღებული კაცი კი უნდა ხვდებოდეს გერმანული რეალობისათვის ასეთი განცხადებების გაკეთება საერთოდ რას ნიშნავს, ხო? ამის რასისტულ მიმართულებით სანამ წახვალ. მე ამას მოყვა ძალიან წამს განცხადება საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსგან, რომელიც ზოგადად არის სუსტ აკონტროლებული ორგანო. სუსი აკონტროლებს, სუსმა შექმნა და სუსი როგორ აკონტროლებს, იცი რომ აი სოციალურ პროექტებს დღეს გაჭირებულებს დავიხმაროთ, ამ დონეზეც კი სუსის დეპარტამენტებში იგეგმება ეს, მაგრამ ფაქტია რომ ქართულ მუსლიმებში ამან გამოიწვია, რომ სახელი მუჰამედი მათთვის მნიშვნელოვანია, წმინდაა და მათ ამ სახელის შეურაცხყოფა გამოვიდა კობახიძეს. აი ეს ენის გატლეკვის ნაწილი, რომ უკვე ვეღარ სად უნდა დაამთავროს ლაპარაკი, ხო? უკვე კობახიძეს ხშირად დაემართა. არ მარტო კობახიძეს სხვა შორის, მაგრამ აი ამ განცხადებაზეც რო თქვა, იმიტომ ესენი ცდილობენ რომ პოზიციონირდნენ როგორც აი ამ ახალი ევროპული მემარჯვენე, კვაზი მემარჯვენე, მემარჯვენეს ფერ უწოდებთ ამას, ნარატივის ნაწილი, რომ აი ვითომ ემიგრაციას ებრძვიან, ვითომ რაღაცა ესეთ საკითხებზე ზრუნავენ. ხო, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს ეს? ხო, მე არ მგონია ეს ენის გატლეკვა არის, ანუ ძალიან კარგად ხვდებიან რას ამბობენ და რატომ ამბობენ და ამათ უკან არის ერთი სპიჩრაიტერი, ერთი რუსული ხელწერა. ეს ვითომ მემარჯვენეობა, ვითომ ტრადიციული ღირებულებები, რასთანაც ინამდვილეში საერთო არაფერი არ აქვს. სხვა კუთხით შევხედოთ ამას. ადამიანი, რომელიც ამას ამბობს, არის იმ პარტიის და იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომლის პირობებში საქართველოში შემოსულია ყველაზე მეტი უცხოელი. აი მოდი მათივე ტერმინები და მათივე კატეგორიებით ვიმსჯელოთ, ხო? როდის იყო საქართველოში ამდენი რუსი, ამდენი ჩინელი, ამდენი ინდოელი, ამდენი ირანელი, ამდენი არაბი? როდის იყო? არასდროს. არასდროს. ანუ ერთი მხრივ გველაპარაკებიან იმაზე, რომ აი ნახე რა ხდება ბერლინში და რა ვიცი, იმაზე უარესი ხდება დღეს საქართველოში. იმ თვალსაზრისით, რომ არ ვიცი, რამდენიმე ასეული ათასი არის მათივე სტატისტიკით, მე მგონი 200-300.000 კაცი უცხოელი აქ ცხოვრობს, ვიმეორებ, არა ქართული პასპორტის მქონე, აი ამ ქვეყნებიდან რომელიც ჩამოვთვალე, ცხოვრობს საქართველოში. ამდენი როდის იყო? წინა ხელისუფლების დროს იყო? მე მგონი 10 ჯერ ნაკლები იყო ამაზე უცხოელები, ვინც აქ ცხოვრობდნენ. დაახლოებით 30.000 კაცი იყო და თითქმის 300.000-ზე არის ასული. და რაზე გველაპარაკებიან საერთოდ? ანუ თავიდან ბოლომდე პროპაგანდა, ანუ ეგეც კი, ანუ ჩვენ რაღაც ღირებულებით ნაწილში რო შევიდეთ, ფაქტობრივადაც თავიდან ბოლომდე ტყუილია, მოვიდნენ იმ ლოზუნგებით, რომ ვაიმე ჩინელები თაოსეს ქვეყანა 2012-ში და რა ვიცი, თურქებით აჭარა. კი ბატონო, ეხლა 10 ჯერ მეტია. 10 ჯერ მეტია, რა ვიცი, გახვალ უბნებში, ზოგან მართლა ინდოელები არიან, ანუ მე არ ვაფასებ, აი მაგ თვალსაზრისით შენ ამბობ, მაგრამ თუ ეს არის მათი ღირებულება, ხო, რომ ვაიმე ამდენი ხალხი შემოიყვანეს უცხოელებიო, სინამდვილეში 10 ჯერ მეტი შემოიყვანეს თვითონ. ყველა მიმართულებით ესეა. ყველა მიმართულებით ესეა, ხო, რაღაც ელიტურ კორუფციას ებრძოდნენ და რა ის კორუფცია თურმე რა მასშტაბზეც ახაა საუბარი, ელიტური კი არა, აი ჩვეულებრივი მამაპაპურიც არის, ელიტურიც არის, არა ელიტურიც არის, აი ენდემო ყველანაირი კორუფციაა და ისეთი მასშტაბის კორუფცია, რომელიც ამ ქვეყანას არ ახსოვს. ყველა წინა ხელისუფლება რო დააჯამო, ალბათ აი ჟავანაძიდან მოყოლებული რო დააჯამო, ამ მასშტაბზე მაინც ვერ გავა, ხო, იმის წელს რაღაც ბეჭდები უყვარდა, რა ბეჭდები პირობითად, ხო, აი იმ მილიარდებზე ალაპარაკი.
და თან თვითონაც აღიარებენ რომ თან ეს ყველაფერი ასე არის. ანუ ეს არ არის რომ ჩვენ ანუ ჟურნალისტური გამოძიებები რომლებიც კრიმინალიზებული გახდა მტკიცების თვისის შეტრიალებით. ეხლა თვითონ ამ გამოძიებების მიხედვით ხალხს იჭერენ. ნუ შერჩევითად რა თქმა უნდა და ეხლა სქემების გადალაგება მიდის, ხო? დიდი მადლობა ზაზა ბიბილაშვილი იყო ჩვენთან ერთად ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა წარმატებებს გისურვებთ.